მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიტბორა, მოვარდნილმა ნიაღვარმა 1000-მდე მაღაზია დააზარალა. მოვარდნილმა ძლიერმა ნიაღვარმა ოზურგეთის ძველი აგრარული ბაზარი დატბორა. ძლიერი წვიმა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და ბაზარში არსებული 1000-მდე მაღაზია მთლიანად დატბორა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია ეგრეთ წოდებულ გადასასვლელ ხიდთან არსებულ მაღაზიებში და საწყობებში იყო. 5-ის ნახევრის შემდეგ აქვე ბიჭებმა დამირეკა კი შევატყვეთ, ცუდი ამინდი იყო, მაგრამ ახლა ასე თუ დაიქცეოდა ყველაფერი არ მეგონა. ავდები წამოვედი და სულ მთელი საქონელი რაც ქონდა ყველაფერი დაბლა. მოვზიდეთ აგერ მე და ჩემი მამხანაგმა ყველაფერი და იმდენი ზარალი მაქვს ქვეყანა. ერთი 30 ლარის საქონელი მაქვს და ალბათ ერთი 10,000 ლარის სასული ახერხა. წვიმა რო დაიწყო, დაცვან დაგვირეკა იმ წუთში აქ ვიყავით, მაგრამ მაღაზია სავსე იყო უკვე წყლი და კარები რო გავაღე, ზოგი გაქონდა და ზოგი კი ხედავთ რა მდგომარეობაა. ძალიან ბევრი საქონელი გამიფუჭა. შემთხვევის ადგილზე დილიდანვე გურიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. მაშველები ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვას რამდენიმე საათი ახორციელებდნენ. გამოსახებისთანავე მოვედით ადგილზე, იმის შემდეგ მუშაობ. არის დაზარალებული მეწარმეები, რომლებიც საქონელი ეყარა ძირს, წყალს მიქონდა და ამოვაღებინეთ და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბითი სამუშაოები. არხებსაც მინდავს, ადრენაში ვარხებს და არის მუშაობ. სამაუწყებლო კომპანია გურიას აქცია ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული დასრულდა. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ პატარებს სათამაშოები ტელევიზიის თანამშრომლებმა პირადად გადასცეს. სამაუწყებლო კომპანია გურიას სოციალური პროექტი ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული დასრულდა. აქციის ფარგლებში 300-მდე შეჭირებულმა ოჯახიშვილებმა საჩუქრად სათამაშოები მიიღეს. დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ამ დიდი საჩუქრისთვის და ყველა პატარას მიულოცავ დღევანდელ დღეს და იმრავლოს და იხაროს საქართველოში ყველა პატარა. მადლობის მეტი აფერი არ მეთქვასა. პირველი საჩუქრებია ჩემი ბაღნების. მადლობელი ვარ ყველასათვის, ვინც შეაგროვა ეს სოციალურად დაუცველისთვის ეს საჩუქრები და ყველას უხდი დიდ მადლობას და ყველა პატარას ულოცავ ბავშვთა დღეს. გურიის ტელეკომპანიას მადლობას უხდის, რომ ასეთი აქცია მოგმართა ყველა მრავალშვილიან დედებს და ბავშვებს გაუხარა გული. ბავშვები იყოს დალოცვილი, ფარავდნენ უფარი. მათი დღე ყოველთვის დალოცვილი იქნება, სანამ საქართველოს იარსებს. ძვირფასი მადლობა ტელეკომპანია გურიას ამ საჩუქრებზე, როცა ბავშვებს გული გაუხარა. სათამაშოების დარიგების კამპანიაში გურიის ტელევიზიის თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს წევრებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. მე მინდა ყველა ბავშვს მიულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ყველა დაუცველ ბავშვებს დღეს ჩვენ მიუტანეთ საჩუქრები და ამ პატარა სიურპრიზით გავახარეთ ისინი. ძალიან მოხარული ვართ, რომ ტელევიზია ახორციელებს ასეთ აქციას და არის ორგანიზატორი ამ აქციის და ვერთვებით ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო ერთვება ამ აქციაში და ვუხალისებთ იმ ბავშვებს, უდაც ერთი დღით ცხოვრებას, რომლებსაც აკლიათ უდაც ერთი სათამაში. საჩუქრების შეგროვების კამპანიაში არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიამ, საჯარო სამსახურებმა, სავაჭრო ცენტრებმა, ბანკებმა, სკოლებმა, საბავშვო ბაღებმა და კერძო პირებმა მიიღეს მონაწილეობა. აქცია მრავალჯერადია და იგი მომავალ წელსაც ქველმოქმედი ადამიანების მხარდაჭერით გაიმართება. ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტზე ისაუბრა. დავით ჯალაღანიას განცხადებით, ჯეიმს აპატურაი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავ შეხვედრას. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 3 ივნისს ეწვია. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ბატონი აპატურაი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დაწყებულ ნატოს კვირეულში და ამასთან ერთად თავისი ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალწარმომადგენლებს. ძირითადი მიზანი მისი ჩამოსვლისა კი არის ივნისის თვეში მოგვიხსენებათ თბილისში დაგეგმილი, საქართველოში დაგეგმილი ჩილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება. საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია იწვევა. დავით ჯალაღანიას განმარტებით, ვიზიტის მიზანი ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, უსაფრთხოების და ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვაა. საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დიალოგის განვითარებისა და
გაგრძელების კუთხით ევროპარლამენტარები ასევე შეხვდებიან როგორც აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საპარლამენტო უმცირესობას, საზოგადოების წარმომადგენლებს, მასმედიას და მსჯელობა რა თქმა უნდა აქაც იქნება როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, ასევე ევროკავშირის საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის დავით ტურაშვილი სტუმრობდა. მწერალმა ახალგაზრდებისთვის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებული ბავშვთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ოზურგეთს მწერალი და დრამატურგი დათო ტურაშვილი სტუმრობდა. დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მწერალმა თავის შემოქმედებაზე ისაუბრა და ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. განხილვისას ყველაზე მეტი დრო მწერლის კინორომანს ჯიზების თაობას დაეთმო. ძალიან საინტერესო ადამიანია დათო ტურაშვილი და მართლა დღეს ახალგაზრდებს არ გვაქვს იმის ფუფუნებას დავარქმევ, რომ დათო ტურაშვილთან მქონდეს შეხვედრა და კითხვები დაუსვათ. რახან დღევანდელი ბავშვთა უფლებების კვირეულის ფარგლებში იყო ეს შეხვედრა, უფრო ყურადღება გამახვილდა ბავშვების თემაზე და ბავშვზე ლიტერატურაში. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და ვიცი ამოვნე. ძალიან მომეწონა შეკითხვები და ძალიან მომეწონა ადამიანები, ვინც დამხვდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ესმის ხოლმე უფროსებმა რო იციან, რანაირი ახალგაზრდა მოდის, კიდევ ერთხელ დავწუნდი, გადასარევი ახალგაზრდობა მოდის და თვითონ თუ ვერ ამჩნევენ, რა თქმა უნდა, მათი პრობლემაა და მე რა ვიცი, ხშირად შემოხვედრია, რომ ძალიან წიგნიერები, ძალიან განათლებული, რაც თავი მონდომებული და დაინტერესებული და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდა და ვისაც ასეთი შეკითხვები ქონდა, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს შემდეგ თაობასთან როგორც ლექტორს არ მაქვს კონტაქტი. ამიტომ ასეთი შეხვედრების საგან მეც უფრო ვიღებ ვიდრე თვითონ ისინი. შეხვედრის შემდეგ მწერალმა ერთგულ მკითხველს სამახსოვრო ავტოგრაფი დაუტოვა. დათო ტურაშვილს დღეისათვის 17 წიგნი აქვს გამოცემული. მისი მოთხრობები ნათარგმნია 7 ენაზე. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში შემაჯამებელი საანგარიშო კონცერტი გაიმართა. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში შემაჯამებელი საანგარიშო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება სამ განვლილ დღესასწაულს, ნინოობას, 26 მაისს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ბავშვებმა პატრიოტულ მოტივზე შექმნილი ლექსები, სიმღერები და საგალობლები შეასრულეს. მთელი საქართველო აღნიშნავს 26 მაისის კვირეულს და 1 ივნისისაც ასევე და ჩვენ შევუერთდით ამ ღონისძიებას, თანაც აღნიშნეთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე და ეს ღონისძიება ვაქციეთ ჩვენს წლიურ საანგარიშო ღონისძიებად და წარმოადგენთ ჩვენი ბავშვების თვითშემოქმედება. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ოზურგეთის სასპორტო სკოლის ლიხაურის განყოფილებამ ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში პირველობას უმასპინძლა. რეგიონული მასშტაბით ტურნირზე მწვრთნელების ალექსანდრე ბოლქვაძის, გურამ აბაშიძის, გურამ მაჭარაშვილის, დავით მჟავიას, თენგიზ ლაბაძის და ვაჟა შენგელიას, სპორტსმენები კერძოდ საბა მახარაძე, ავთო მამალაძე, სერგო სარქისიანი, გოჩა ირემაძე, ანზორ ხურციძე, გიორგი შოთაძე, კახა ფუტკარაძე, ირაკლი ძიმისტარიშვილი, ლუკა ზაქარიაძე, ომარ სირაძე, ლუკა ტატურაშვილი, გელა დევდარიანი, რობიკო ერაძე, ერეკლე ბაბილოძე, გეგი ფილფანი და ვაჟა გოთუა სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ლიხაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავას სალუქვაძემ და სოფლის რწმუნებულმა კახა გობრონიძემ, სპორტსმენი ლევან ქავჟარაძემ თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებისათვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. ეხლა ჩვენს ეთერში ამედის პროგნოზის როა, რომელსაც ნათია მუქერია წარმოგიდგენთ. Ერთები ტრადიციულად ზამთრის ბაღიდან მივესალმებით ჩემს ერთგულ მაყურებელს ყოველდღიური ამინდის პროგნოზით გავიგოთ თუ როგორი ამინდი გველოდება ხვალ რეგიონში ოზურგეთში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ნაწილობრივ მზიან ამინდის დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელი იქნება წვიმა ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ დაფიქსირდება დღისით 27 გრადუსი მინიმალური კი იქნება 14 იქროლებს ცვალებადი მიმართულების ძლიერი ქარი ლანჩხუთში ხვალის მოსალოდნელია ასევე ნაწილობრივ მზიანი ამინდის სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში აქ ვარაუდობენ ალექსაც ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 27 გრადუსი მინიმალური კი 15 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჩოხატაურში ხვალისთვის მოსალოდნელი არის ასევე ცვალებადი ღრუბლიანი ამინდი დღის მეორე ნახევარში ნალექით არის მაქსიმალური ტემპერატურა აქ იქნება მხოლოდ 26 გრადუსი მინიმალური კი იქნება 14 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ძლიერი ქარი. მედროებით გემშვიდობებით თითოეულ თქვენთანაც წარმატებებს გისურვებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.
ამიდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.